რატო ქვია ამ ადგილს ქედელი. დილამშვიდობისა. როგორ ძანდებით? მე ნინო ვარ, ჯაფარიძე თქვენი მეგობარია, American Friends of Georgia. მოკლედ ჩვენი ორგანიზაცია 99 წელს დაფუძნდა და ბელგიაში ვიცხოვრე რამდენიმე თვე, იმისთვის რომ გამეგო რა იყო თანაცხოვრება ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიანებს. მას მერე რაც გადავწყვიტეთ რომ მსგავსი ტიპის ორგანიზაცია გაგვეკეთებინა, გადმოვსახლდით და 2012 წლამდე ვცხოვრობდით ქედილში. ძალიან დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ. ჩვენ ვართ თქვენი მეგობრები. ბეკა, ნინო, გიორგი, თამუნა, სოფო, ლაშა ონიანი, თქვენ რუსო, გადასარევი, თქვენ ბატონო? გიორგი. მოგწონს აქ? კი. და რა გინდა რომ აი აქ შეცვალო და რა გინდა რომ აი აქ უკეთესი იყოს? არაფერი. ისე მომწონს საქაურობა, არ მინდა არაფერი შეცვლა. თბილი ძალიან მიყვარს დედა. არა, დედა კი არა. ჩახუტება მიყვარს ძალიან. და ეს აქ არის ვინმე ვინც გეხუტება? კი. ვინ? დედები. ოჯახი? ოჯახი. მამა ჩემი გადამიცვალა და დედა ჩემი. ვერა. არ უყვარვარ დედა ჩემს. რატო? არ ვიცი.
მაღლა ვცხოვრობ, იცით რა? აი ის ხოა. იქ ვცხოვრობ მე. მაღლა. როცა დიდი გავიზრდები, ჩემი ის მექანა. რა ქვია? რაღაცებს გავაკეთე. არ ვიცი. კერო წვები ღამე რაზე ოცნებ? არაფერს. ვიძინებ. ეს ადამიანები, რომლებსაც აქვთ ურთულესი ცხოვრება ბავშვთა სახლებში გატარებული, ურთულესი ადამიანის ყოველგვარი ღირსება შელახული ცხოვრებით იცხოვრეს და მიუხედავად ამისა, ადამიანებს შეერწყათ სიყვარულის, თანადგომის, სიტკბოს, ყველაფრის უნარის, იმ მიმტევებლობის, ანუ ეს არის ადგილი, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ქრისტიანობას სწავლობ. ასეთ სიყვარულს, ასეთ მხარდაჭერას ვერ ყოვლობ ვერსად. ეს ნიმუშები რაც იქმნება, ესენი ცეკვაზე არიან, ხო, ვინც ქსოვენ, ხო, ცეკვაზე არიან წასულები. ეს არის რაც გამოგიგზავნეთ, აი ეს ძირითადი ნაწარმი, რომელიც იქსოვება აი ამ დასგაზე. თუ შეიძლება რომ მოგვიყვეთ, ეს ადამიანები ქმნიან ამ თოჯინებს? ვინც ამას აკეთებს, იცის რომ მისი საქმიანობაა და ეს მაგალითად ორშაბათს დაიწყო. ორშაბათს დაიწყო. კი და კვირის ბოლოს დაამთავრებს. კვირას დაამთავრებს. და ძირითადად რა მასალისგან აკეთებენ? ეს არის ნამდვილი შალი. ბამბის ძაფები არის. ბამბის და შალის.